Qudretita აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეუხებითა ოლად უხსნელისა და დუფლისა ჩვენი საღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსყოფელისა ჯვარისათა მეუხებითა წმინდათა ზეცისა უხორცოთა ძალთა წმინდათა დიდებულთა და ყოლათქებულთა მოციქულთა ღირსთა და ღმერთ შემოსილთა მამათა ჩვენთა წმინდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა კონსტანტინე პოლელი მთავარეპისკოპოსისათა წმინდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმ და ანასითა და წმინდათა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილე მამათა მოციქულთა სწორთა მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასი ნეტარისა ქრისტესიასი ქრისტეფორე წოდებულისა მღვდელმოწამისა მოკიოსისა მოციქულთა სწორთა მეთოდესი და კირილესი სლოვენთა განმანათლებელთა წმინდისა ნიკოდიმოსისა სერბელი მთავარეპისკოპოსისათა და ყოველთა წმინდათა შენთათა შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ ხარ და კაცთ მოყვარე სახელითა მამისათა დაძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ კიდევ ერთხელ მადლობას შევწირავ ღმერთს და მადლობას ჩვენი ტაძრის სახელით კათოლიკოს პატრიარქ შიოს რომელმაც ესე იგი ამაღლება ჩვენთან წირვა შეასრულა მღვდელმთავრებთან ერთად და გქონდა დიდი სიხარული ყველას ერთად. კარგი დღე იყო. რაღაც შეიძლება ჩვენ ვერ ვიყავით ისეთ კარგავთ ორგანიზებულები, როგორც ეკადრება პატრიარქის დახვედრას, მაგრამ მათ ესე იგი მღვდელმთავრებთან ერთად პატრიარქმა თავმდაბლობა გამოიჩინეს, შენიშვნები არ მოუწიათ, მადლობებით წავიდნენ, ასე რომ ჩვენთვის ეს ნუგეში იყო და თითოეული მრევლის წევრისთვის და ვინც ესწრებოდა ამ წირვას ძალიან ბევრი ხალხი იყო და ამიტომ მადლობას ვეუბნებით კიდევ ერთხელ ღმერთს. ამაღლების დღესასწაული რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ორიოდე სიტყვით უნდა გითხრათ ამაღლების შესახებას, თუმცა კი დღევანდელ დღეზე, დღევანდელ სახარებაზე თუ ვილაპარაკებთ, აუცილებლად ამაღლებაზეც მოგვიწევს საუბარი, იმიტომ რომ დღევანდელი დღე გახლავთ სწორედ ის დღე, პირველ მსოფლიო საეკლესიო მამათა ხსენების დღე, როდესაც ჩამოყალიბდა დოგმატური სწავლებები. მინდა გითხრათ, რომ იქამდე აი ესეთი, როგორ გითხრათ, აი ბეჭედ დასმული კრებითი დოგმატური სწავლებები მართლმადიდებელ კი არა ქრისტიანულ ეკლესიას არ გააჩნდა. არ გააჩნდა, იმიტომ რომ ამისი საჭიროება არ დამდგარა. რა თქმა უნდა, ეს განა არ იცოდნენ იქამდე მამებმა, რომლებიც მოწამეობრივად არის ზოგი აღსრულებული და ზოგმა თავისი სიცოცხლე აი ამ შეიძლება ითქვას დოგმატების დაცვას შეალია ისე რომ ხმამაღლა შეიძლება არც კი გაუხმოვანებია. მისი ფორმულირება არ წარმოუთქვამს თუ როგორ და რანაირად იყო ეს ყველაფერი, მაგრამ დრო იყო, პერიოდი იყო ისეთი რომ 325 წელიწადია ჩვენი წელთაღრიცხვით, რა თქმა უნდა, ქრისტეს შემდგომ, როდესაც პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება შედგა და 325 წლამდე რა ხდებოდა, თუ კი ვინმე იკითხავს. გეტყვით რაც ხდებოდა. ეკლესია არ არსებობდა ასეთი სახით, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დევნაში იყო და ძირითადად კატაკომბური იყო ეს ეკლესია. ძირითადად მალვაში იმყოფებოდნენ. ძირითადად აღიარებაც კი, რომ მე ქრისტიანი ვარ, ეს უკვე სიკვდილს ნიშნავდა. ამიტომაც იყო ქრისტიანული თემები, რა თქმა უნდა, რომლებიც ერთად იკრიბებოდნენ და მსახურებას კი არ ჩააგდებდნენ. ანამ დოგმატებს შეიძლება ასეთი ფორმულირებით ვერ გამოთქვამდნენ, მაგრამ სწორი ცოდნა ჰქონდათ ყოველივე ამისა. მაგრამ რა მოხდა 325 წლამდე, რატომ გახდა საჭიროება ამისა, რომ წმინდა მამები შეკრებილიყვნენ, ეს არის ძალიან საინტერესო. დევნა შეწყდა ძვირფასებო. წარმოგიდგენიათ? დევნა შეწყდა თუ არა, ანუ გარეგანი ბრძოლა შეწყდა თუ არა, შინაგანი ბრძოლა დაიწყო. სანამ დევნიდნენ, ქრისტიანებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. იყო სხვა სექტები, სხვა სარწმუნოების საზოგადოება უპირისპირდებოდა და ძალიან კაცრადაც სისხლის დაღვრამდე უპირისპირდებოდნენ ქრისტიანებს, მათ შორის გნოსტიკოსები,
მათ მიმართ იწერებოდა წერილები, მაგალითად ირინეოს ლიონელი, რომელიც წერს და ამხილებს გნოსტიკურ სექტას და სხვა უამრავი შეიძლება ითქვას შეცდომაში მყოფი ადამიანები, მაგრამ შიგნით შინაგანად ქრისტიანულ თემებს არავითარი პრობლემა და არავითარი დაპირისპირება არ ქონიათ. ეს დაპირისპირება დაიწყო მაშინ, როდესაც გარეგნული დევნა, გარეგანი დევნა შეწყდა და ხმლით და თოფით და מחვილით აღარავინ აღარ მოსდევდა ქრისტიანებს. ეხლა დაждდნენ ქრისტიანები მშვიდად წყნარად, ქრისტიანული რელიგია გამოცხადდა დაშვებულ რელიგიად, იქამდე აკრძალული რელიგია იყო და კონსტანტინე მეფის ედიქტით მოკლედ გაუთანაბრდა სხვა წარმართულ რელიგიებს და ამიტომ დევნას აღარ ექვემდებარებოდა და ამის შემდეგ რას ვაკეთებთ ქრისტიანები? ერთმანეთს დავერიეთ. თუ კი სხვა არ გვჭამს, მერე შიგნით ერთმანეთს ვიწყებთ. ასე არის ხომ ჩვენ დღევანდელ ცხოვრებაშიც ასე არის თუ კარგად დააკვირდებით. თუმცა კი არ მინდა ახლა ამაზე გადმოვერთო, კვლავ უნდა მოგიყვეთ ეს ისტორია და იქვე ამაღლებაზეც კი უნდა გითხრათ მეთქი შეკპირდით და ვიტყვი. 325 წელს საჭიროება გახდა, იმიტომ რომ ერთმა ალექსანდრიელმა მღვდელმა იქადაგა ქრისტეს შესახებ, რომ ის არ არის თანასწორი მამისა, შეიძლება ესე ითქვას. იმიტომ რომ მას არა როგორც უქმნელს, არამედ როგორც შექმნილს, ანუ რაღაცა დროში მოვლენილს, შეიძლება ესე ითქვას, თქვა რომ ესეთი ეს არ გახლავთ მამის თანასწორი იმ კუთხით, რომ როგორც ჩვენ ვამბობ, როგორც კი мама იქვე ძე. იმიტომ რატო ვამბობ ამას, როგორც мама იქვე ძე? იმიტომ რომ ჩემმა გონებამ აღიქვას, რას ვამბობ. ადამიანურმა გონებამ დაიტიოს, თორემ დასაწყისი რომ არა აქვს და დასასრული რომ არა აქვს, ეს უჭირს ჩემს გონებას ამის დატევნა. ამიტომ იქვე რომ ვამბობ, ესე იგი სამარადჟამოდ არსებობდა, мама და სამარადჟამოდ არსებობდა ეს ძე, ოღონდ დროში შექმნილები ჩვენ ვართ. თუ კი ახლა ვიტყვით რომ ძეც ესეთივე შექმნილი, ანუ ჯერ мама იყო და მერე ძეში, გამოდის რომ ისიც დროში შექმნილია. და რაც დროში შექმნილია, ყველაფერი ექვემდებარება რას? დასაწყის და დასაწყის შესაბამისად დასასრულიც აქვს. აქედან გამომდინარე, თუ კი ვიტყვით რომ შეიქმნა დროში ქრისტე, ანუ იყო დრო, როდესაც ქრისტე არ არსებობდა, თუ კი ამას იტყვის ვინმე ადამიანი, ის ეწინააღმდეგება ქრისტეს თანასწორობას მამასთან და ამბობს უნებურად, უნებლიეთ თუ ნებსით, არ ვიცი, ამ შეცდომას, რომ როგორც ქმნილი მას დასაწყისი და დასასრული აქვს, მაშინ რითი განსხვავდება ის ჩემგან? მეც მაქვს დასაწყისი და დასასრული. არაფრით არ განსხვავდება საერთოდ. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ღმერთი კი არ განკაცდა, კაცი განიღმრთო. შეიძლება ამ პრინციპით ასეთი რამ ვთქვათ, იმიტომ რომ ასეთი განღმრთობები ადრეც მომხდარა. მოსე განიღმრთო მაგალითად ღმერთთან ურთიერთობაში. თუ კი ქრისტეც განღმრთობილია და არა განკაცებული, ჩვენ პირიქით ვამბობთ ყოველთვის, რომ ქრისტე განკაცდა და არა განიღმრთო. და მოსეზე ვამბობთ, რომ მოსე განიღმრთო. და აი ამების, ამ ტერმინების არევა სინამდვილეში შეიძლება ვინმე მიკითხოს ძალიან თავის ჭკუით სამართლიანი შეკითხვა დასვას, რომ აი რაში მჭირდება ახლა ყოველივე ამის ცოდნა? ხომ გაგიგიათ ბევრჯერ, თავარია ვიყო პატიოსანი, თავარია ვიყო წესიერი, თავარია ვიყო კარგი ადამიანი, თავარია სხვას არ ვაწყენინო, თავარია არ ვუღალატო და რაში მჭირდება ამ ყველაფერის ცოდნა? სინამდვილეში ჩემო ძვირფასებო, ძალიანაც გჭირდება. იმიტომ რომ პატიოსნება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იაროს სწორ გზაზე. პატიოსნება ძალიან კარგია ყველა ადამიანისთვის და ღირსებაა ეს და უნდა გქონდეს ადამიანს. ამაზე არ ვლაპარაკობთ, მაგრამ მე გეტყვით, რომ პატიოსანი ადამიანი შეიძლება იყოს კარგი ექიმი თუ არ იცის სამედიცინო სფეროში თუ არ ჩაუხედავს? როგორ გახდება? მინდა ექიმობაო, რომ იცახოდეს პატიოსანი კაცი ვარ და ექიმი ვარო, ხომ არ დაუჯერებ? მისი პატიოსნებიდან გამომდინარე, ხო არ შეიძლება ექიმი იყოს. აქედან გამომდინარე, პატიოსნება კი არ არის საკმარისი. პატიოსნებასთან უნდა ახდეს სწორი გზის ცოდნა, რომელი გზითაც მიდიხარ და აი ამ გზას სჭირდება სწავლება, რომელ სწავლებასაც ჩვენ სახარებისეულ სწავლებას ამ წმინდა მამებს, რომლებიც 325 წელს შეიკრიბნენ, თვითონ კი არ მოუგონიათ რამე სახარებაზე დაფუძნებული სწავლების მიხედვით და სახარება, რომელიც დღეს წავიკითხეთ კონკრეტულად, რომ მე და შენ ერთნი ვართ, როდესაც ეუბნება ის თავის მამას მიმართავს ლოცვით. ასეთია იოანეს სახარების
მე-17 თავია ეს და მე გირჩევთ რომ სახლში რომ მიხვალ თანამედროვე ქართულად თქვენთვის კარგად გასაგებ ენაზე წაიკითხოთ ეს იოანეს სახარების მე-17 თავი. აღაპყრო თვალები და დაიწყო ლოცვა თავისი მოციქულებისთვის, თავისი მიმდევრებისთვის, ანუ ჩვენთვის. და საოცარ რამეს ამბობს, მე და შენ ერთნი ვართო, მამას ეუბნება. და იქვე იცით რას ეუბნება? აი ესენი ჩემები არიანო. და ვინ არის იცით მისიანი? პატიოსანი კი არა. ის ვინც ეს სწორი გზა იცის. მე პატიოსნებას არ ვაკნინებ. ეს მართლაც ღირსებაა და უნდა გქონდეს ადამიანს და უნდა იბრძოლოს რომ პატიოსნად იცხოვროს, მაგრამ ვამბობ რომ საკმარისი არ არის. იმიტომ რომ დასაცინი რომ არ გახდეს ადამიანი ხომ ესე არის, ოდესაც იზრდება პატარა, აი ოჯახში რომ პატარა ყავს, როგორც არ უნდა ესე იგი ამახინჯებდეს სიტყვებს, სანამ პატარაა შენ ამის გამო მას სახლიდან ხო არ გააგდებ. შეიძლება ძალიან სასაცილოც იყოს, ძალიან საყვარელიც იყოს, ყველა ამ სიტყვის გამოთქმაზე გეცინებოდეს და გულში იხუტებდეს, მაგრამ ეს პატარა რო გაიზრდება ახლა და 20 და 25 წლის უარი და იგივე სიტყვები რო დაამახინჯოს, იგივენაირად რომ ილაპარაკოს. სასაცილო კი არა, სატირალი იქნება, იმიტომ რომ დასაცინი გახდება საზოგადოებაში ადამიანმა ასეთი ენით რომ ილაპარაკოს. ხო მართალია? ამიტომაც რამდენადაც ის იზრდება, იმდენად მას მეტად თხოვ რომ გაასწოროს მეტყველება, გაასწოროს საქციელი, გამოასწოროს რაღაცა თქვათ მოქმედება, რომლითაც ის საზოგადოებაში მოქმედების წესებს უნდა ექვემდებარებოდეს და ეს არის სწორი გზა მისი აღზრდისა. ამიტომაც თუ კი ვიტყვი რომ პატიოსანია, მთავარია პატიოსანია და როგორც უნდა ისე ილაპარაკოს, ახლა მე არ ვამბობ რაღაცა დეფექტები, რომელიც შეიძლება გქონდეს ადამიანს, ეს ამაზე არ ვლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ ადამიანი, რომელიც იზრდება და ყალიბდება, შენს ოჯახში რო არის ახლა და გახდა რაღაცა წლოვანების, იმას ასეთი მოფერებითი სიტყვებით ლაპარაკს ხომ შეუსწორებ და ეტყვი რომ იცი რა, შენ უკვე დიდი ბიჭი ან დიდი გოგო ხარ და ასე არ ლაპარაკობენ საზოგადოებაში. შენ შეგიძლია ეს სიტყვა წარმოთქვა სწორად. სწორედ ეს გახლავთ გზა, სწორად წარმოთქმისა, იესო ქრისტეს ცნობისა. იმიტომ რომ ასეთ რამეს წერს, მე მინდა რომ მათ კონდეთ ჭეშმარიტი ცხოვრება. და რა არის ეს ჭეშმარიტი ცხოვრება და სიცოცხლე? დღევანდელ სახარებაში ეწერა. გიცოდნენ შენ ღმერთი მამა და შენგან მოვლენილი ძე. ანუ ამისი აღიარება გახლავთ სწორი ცოდნა, რომ სამყარო შემოქმედ ღმერთ მამას და მისგან მოვლენილ ძეს ადამიანი აღიარებს სარწმუნოებრივად, ეს გახლავთ სარწმუნოების საფუძველი. როდესაც პეტრე მოციქული ამბობს, რომ შენ ხარ ძე ღვთისა ცხოველისა, მაცხოვარი როდესაც ეკითხება ვინ გონი ვართ მე და პეტრე ამას ეუბნება, პეტრეს პასუხობს შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე ავაშენებ მე ეკლესიას. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, პეტრეს პიროვნება არის კლდე. კლდე რომ ყოფილიყო, მე როგორ უარყოფდა მაშინ. ასეთი მტკიცე რო ყოფილიყო პეტრე სარწმუნოებაში. მერე იტყო და არ ვიცნობ ამ კაცს საერთოდო და ამის მერე მთელი ცხოვრება სინანული დასჭირდებოდა. სინამდვილეში პიროვნებაზე კი არ არის ლაპარაკი, სწავლებაზეა ლაპარაკი. სწავლება არის კლდე, რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა, მოსული სოფლად შენს გამოსახსნელად. ამიტომაც იცი ეს ამბავი სწორად, ესე იგი პატიოსნებასთან ერთად ეს სწორი სარწმუნოება გააქვს, ესე იგი სწორ გზაზე დგახარ. შენი პირადი ზნეობრივი მოწესრიგებულობითაც და ქრისტიანული სწავლებითაც. მაგრამ თუ რომელიმე არა გაქვს, მაშინ როგორ შეიძლება სწორ გზაზე გერქვას მდგომი ადამიანს, რომელიც ან ზნეობრივად ვერ აწესრიგებს შენს ცხოვრებას, ან კიდევ არც გაინტერესებს, რა სწავლება მოაქვს შენთან ღმერთს, როგორ ევედრება შენთვის, როგორ ლოცულობს თითოეული ჩვენგანისთვის და ამბობს, რომ ესენი ჩემები არიან და მე მინდა რომ მათი სიხარულიო იყოს სავსებითო, ანუ სრული, მოუკლებელი სიხარული გქონდეს თითოეულ ჩვენგანს, იმიტომ რომ მე ვტოვებ ამ სოფელს ეუბნება, სანამ მე აქ ვიყავი, მე ვიცავდი, მაგრამ მე რომ არ ვიქნები, ნუ გეშინის ცემელი, რომელიც მოევლინება, ეს იყოს მათთვის სიხარული სრული. და თუ ეს არ გწამს, დასაწყისი, შემოქმედი, რომ მამისგან არის ყოველივე, და თუ ამის შემდგომ არ გწამს,
და ან არც მიგაჩნია ამისი რაღაცნაირად სწავლება, ისე აუცილებლად რომ არც კი იხედები ამ ყოველივეში და ნაკლებ ინტერესს იჩენ, რომ ძიარი მოვლენილი მისგან შენს გამოსახსნელად და თუ არ გწამს, რომ მისი ამაღლების შემდგომ სულიწმინდა მოევლინა სამყაროს, რომელიც არის ნაკლულებანთა აღმავსებელი, სნეულთა მკურნალი. მაშინ როგორ შეიძლება ჩვენ ლაპარაკობდეთ იმაზე, რომ მე რახან ესე იგი კარგი ბიჭი ან გოგო ვარ, ამისთვის ესე იგი მეკუთვნის ყველაფერი? არა. სწორი გზა უნდა გქონდეს. ამ სწორ გზაზე სიარული უნდა შეგეძლოს. კარგია, მოსაწონია, ღირსეულია შენი წესიერება, მაგრამ წესიერებას თან სჭირდება ამ ყოველივეს ცოდნა. ამიტომაც, როგორც კი შეიქმნა ეს დაპირისპირება, როგორც კი გაჩნდა ეკლესიის წინააღმდეგ, არა გარებრძოლა, მორჩა უკვე ხმლით და იმითი, რა ქვია, מחვილით აღარავის აღარ მოსდევდა, გაჩნდა შიდა დაპირისპირება, ესეთი დოგმატური საკითხისა, როგორიც იყო იესო ქრისტეს ძეობილობა, მისი განკაცება. ამას შემდგომ კიდე სხვა წვალებები მოყვა, სხვა უბედურებები მოყვა, არ მორჩენილა არიოზით, მხოლოდ არიოზი იყო ესეთი მღვდელი, რომელმაც ეს იქადაგა. იმის შემდეგ ნესტორი გამოჩნდა. იმის შემდეგ კიდე ვიღაცა სხვა გამოჩნდა და მონოფიზიტობა იქადაგა, ვიღაცამ მონოთელიტობა იქადაგა, მაგრამ თქვენ თუ დააკვირდებით და გადახედავთ მსოფლიო ეკლესიის ისტორიებს, ნახავთ ერთ რამეს, აბსოლუტურად ყველა კრება მიემართება ერთ თემას, რომ განკაცდა თუ არა ღმერთი. ასე ხო დაიწყო არიოზმა. მერე ვიღაცა ნესტორმა გამოაცხადა კიდე სხვა რამე, იქ ვიღაცა მონოფიზიტებმა ერთი ბუნებას შესახებ თქვეს. ბოლო მეშვიდე კრება, იცით რას ეძღვნებოდა? ხატ მებრძოლეობას, რომ ხატებს თაყვანი უნდა ვცეთ თუ არ უნდა ვცეთ. ეს კერპთაყვანისმცემლობა გვესწრება სინამდვილეში ესეც კი დავა არის იმის შესახებ, განკაცდა თუ არა ღმერთი. იმიტომ რომ თუ არ განკაცებულა და არ მინახავს, როგორ დავხატავ. და თუ განკაცდა და ვნახე, ხო შემიძლია დავხატო. აი, ჩანაფიქრი ყოველთვის ეს იყო. ამიტომაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამის ცოდნა. დღევანდელი მრწამსი, რომელსაც ჩვენ ყოველ წირვაზე ვგალობთ და მე დიდი იმედი მაქვს თქვენ ყოველ დილით კითხულობთ ამას დილის ლოცვებში. აქამდე მაინც ყოველ შემთხვევაში დილის ლოცვებს. ინახეთ როგორ არის რომ მრწამს ერთი ღმერთი რო იწყება სწორედ ამ მამის შესახებ სწავლება. და ერთი უფალი იესო ქრისტე ძეღვთისა მამისაგან შობილი სწავლება ძის შესახებ. და სულიწმინდა უფალი რომელი მამისაგან გამოვალს სულიწმინდის შესახებ სწავლება. თუმცა კი ეს მრწამსი პირველ კრებაზე სულიწმინდის შესახებ არ მიუღიათ, მეორე კრებაზე დაემატა. ანუ სრულყოფილი სახე ამ მრწამსმა მეორე კრებაზე მიიღო, მაგრამ პირველ კრებაზე აქამდე თითეული მუხლი და სულიწმინდა უფალი და ცხოველწყობილი, რასაც ჩვენ ვამბობთ, მთლიანად იქნა ჩამოყალიბებული. და მათ შორის ისიც რომ აღსდგა და ამაღლდა ზეცად მრწამსში მოცემულია. მრწამსის თითეული ეს მუხლი გახლავთ დოგმატი. და თუ ვინმე იტყვის, რაში მჭირდება მე დოგმატის ცოდნა? გჭირდება კი არა. აუცილებელია სწორ გზაზე დასადგომად. იმიტომ რომ ამას თუ კი გააზრებულად არ ამბობ ყოველ დღე, რომ ამ ღმერთის აქწამს, რომლის აი ესეთი ფორმულირებით ჩვენ გადმოგგვცეს წმინდა მამებმა და ჩვენი სიტყვებით კი არ ვიგონებთ რაღაცას, არამედ გამოცხადებით არის ეს შეიძლება ითქვას მოცემული და სულიწმინდის კარნახით არის ეს ყოველივე დაწერილი, ეს აწესრიგებს უკვე ჩემს ზნეობრივ და პატიოსან ცხოვრებასაც, თუ კი მაქვს ამაზე პრეტენზია, და აწესრიგებს სწორად მავალობის გზასაც. ამიტომაც რომ აღსდგა, რომ ამაღლდა, პირველ რიგში რომ განკაცდა, ყოველივე ეს მრწამსში მიწერია და ეს მრწამსი გახლავთ დოგმატი. ამიტომ ვინმე როცა იკითხავს, რა საჭიროა დოგმატების ცოდნა? რა ვიცი, თუ კითხულობ ამ მრწამს, ესე იგი გწოდნია რაღაც დოგმატებით. თუ კითხულობ შინაარსობრივად თუ იაზრებ ამას. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ეკლესიაში შემთხვევითი არასდროს არაფერი არ არის. ეს მოცემულობა, ეს კრება, სწორედ იმიტომ შედგა და წმინდა მამები, რომლებსაც ისეთი დიდი მამები, თქვენთვის ძალიან კარგად ცნობილი, წმინდა ნიკოლოზი, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი, ათანასე დიდი ალექსანდრიელი, მაშინ დიაკონი იყო. ესენი ყველანი მონაწილეობდნენ ამ კრებაში და იცავდნენ მართალ სარწმუნოებას. სისხლი აქვთ დაღვრილი ამ მართალი სარწმუნოებისთვის. ამ კრებას ხალხი ესწრებოდა
ზოგს ესე იგი ნაწამები სახე ქონდა ნაიარევი ნაშრამები ქრისტეს სარწმუნოებისათვის იყვნენ ისინი თავ გადადებულნი და თავ გადაკლულნი შეიძლება ესე ითქვას და ამ ადამიანების მიერ არის მიღებული ფორმულირება რომელსაც ჩვენ ვეძახით მრწამს და აუცილებელია მისი არა მარტო ზეპირად ცოდნა რომ ლექსივით ყვებოდეს ადამიანი არამედ მისი გაშინა არსება და გააზრება რომ მე ვთქვა რომ ქრისტიანი ვარ თუ ეს ასე არ არის მაშინ ადამიანი ქრისტიანი არ არის იმიტომ რომ მაშინ გამოდის რომ ყველას თავისი ქრისტე ყავს ისეთი როგორიც მას სურს და არა ისეთი როგორიც არის ნამდვილი ქრისტე და ეს არის სწორედ ჩვენი დანაშაული ხოლმე რომ მე როგორიც მინდა ქრისტეს შევძენ ისეთ ხასიათს თვისებებს მოქმედებებს თუ სასტიკი ვარ ვიტყვი რომ ქრისტე ასეთია და მეც იმათ ვარ ესე თუ ესე იგი მოწყალე ვარ იმასაც ქრისტეს დავაბრალებ ანუ ყველაფერი შემიძლია დავაბრალო ქრისტეს და გავამართლო საკუთარი მდგომარეობა ამიტომ არასდროს არ შექმნათ ქრისტე თქვენი გონებით რომ ის ასეთია აი ამას უნდა დაუჯეროთ მრწამს და დღევანდელ სახარებას როგორ ლოცულობს ის თითოეული ჩვენგანისთვის და ყველაფერი თავის ადგილას დადგება მერთმა შეგვაძლებინოს ამისი ცოდნა ამისი გულის გახსნა ამისთვის ყოველივესთვის და ჩვენი გონების განათლება ქრისტეს სულით ამინ მე უნდა გითხრათ რომ 1700 წლისთავთან დაკავშირებით მოგზაურობა იწყება წმინდა ხატებისა და სიწმინდეებისა დასავლეთ ევროპის ეპარქიაში და მე 2-3 კვირით მივლინებაში მიშვებენ დაგემშვიდობებით და მე ისევ გავაგრძელებთ ესე იგი ჩვენს შეხვედრებს და მეც დამლოცეთ მომიხსენეთ მგზავრობაში მყოფი დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ღმერთმა. მამაო თქვენ ჯვარზე ამთხოვენ.